ამერიკა საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 234,150 ამერიკული დოლარის ღირებულების სახანძრო და საკომუნიკაციო აღჭურვილობას გადასცემს. აღნიშნული ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში მოხდება. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა ამერიკის სამხედრო ჯგუფის დელეგაციას და ამერიკის ელჩისმოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრა გამართეს. დელეგაციის წევრებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოპერატიული მართვის ცენტრის შენობაც დაათვალიერეს და ადგილზე გაეცნენ ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პროცესის სპეციფიკას. აღნიშნული აღჭურვილობა მნიშვნელოვნად დაეხმარება მეხანძრე მმართველებს საკუთარი საქმიანობის შესრულებაში, ასევე კონკრეტულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პროცესში. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ შეხვედრაზე და ღონისძიების ფარგლებში დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და ასევე სამხედრო ჯგუფი მომავალშიც გეგმავს, რომ ხარდაჭერა აღმოუჩინოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, მათ შორის მატერიალური ტექნიკური თვალსაზრისით და გადმოსცეს ახალი ტექნიკა. მინდა გულწრფელი მადლობა გადაუხადო ამერიკის საელჩოს საქართველოში და სამხედრო თანამშრომლობის ჯგუფს, რომელმაც წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი კონტრიბუცია გაწია სამსახურის მიმართულებით, ათეულობით მილიონი ლარის აღჭურვილობა და ტექნიკა გადმოეცა სამსახურს ამ წლების განმავლობაში. დღევანდელი დღეც ნათელი მაგალითია იმ ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობის, რომელიც წლის განმავლობაშიც გაგრძელდება. საკომუნიკაციო და ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის დღევანდელი დონაცია დაეხმარება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს საგანგებო სიტუაციებზე სწრაფად და ეფექტურად რეაგირებაში. აღნიშნული წარმოადგენს ჩვენი ჰუმანიტარული დახმარების ნაწილს, რომელიც მოიცავს როგორც სამედიცინო აღჭურვილობის დონაციას, ასევე საგანგებო სიტუაციების ობიექტების განახლებას, საქართველოს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ეროვნული მექანიზმის გაძლიერებას და დეცენტრალიზებას.